მონოჰოლისგან ვიცი რომ შენზე სულ გაჭედილია. ეხაც იმედი მაქვს რომ ესე იქნება. იმედი გაიხიდა 1000. რა გამახსენე. სანამ ჩემი YouTube გამომწერების იმედიც გადაიწურება, მანამდე დავიწყებ ამ ვიდეოს ჩაწერას და გამოქვეყნებას. Bonjour. Ça va? Ça va bien. ეს არის ჩემი ფრანგული, რომელიც საფრანგეთში გადმოსვლიდან მეორე კვირის ბოლოს ვიცი. გამართულად. ახლა გამოთქმაზე გამოკიდება არ გვინდა მეგობრებო. არა მეგობრებო, ფრანგულის სწავლებას არ ვაპირებ, ჯერ მაგდენიც არ ვიცი. თუმცა შემიძლია. შემდეგ კვირაში ქირა მაქვს გადასახდელი კი არა და ამ კვირაში მაქვს ქირის თანხა გადასახდელი და მანამდე გაკვეთილებით შემიძლია რომ რაღაც თანხა გამოვიმუშავო. მოკლედ ჩემს სიახლეებზე უნდა მოგიყვეთ, მაგრამ მანამდე ბოდიში უნდა მოუხადოთ ჩემს 54 გამომწერს, უბრალოდ 48 გამომწერს, რომელიც ესე მივაგდე. ბოლო ვიდეოს შემდეგ არა, მანამდეც და არ ვაღირსე ახალი ეპიზოდი ჩემი ჭორაობების სერიიდან, კი არა და ჩემი საუბრების სერიიდან. ბოდიში მეგობრებო, ციფრული ეგზისტენციალური კრიზისი მქონდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ არ მინდოდა რაიმეს გაზიარება. არა და დასაწყისში ჩემს ვიდეოებში ხომ ვიძახდი აი სურვილი თუ გაქვს, мотиваცია თუ გაქვს, დისციპლინა თუ გაქვს, თებს გადადგამ. მაგრამ არც ერთი არ მქონდა, ხო? რა მექნა. ამიტომაც გავქრი და საერთოდ ვაპირებდი რომ YouTube-ზე მოღვაწეობა შემეწყვიტა. მაგრამ არ მინდოდა ისე შემეწყვიტა რომ PhD ვიდეო არ გადამეღო და მაგიტომ გადავიღე ბოლოს PhD ვიდეო და მაგის შემდეგ მიღებული მქონდა ეს გადაწყვეტილება რომ აღარ მინდოდა ვიდეოების გამოქვეყნება. რაც დროებით აღმოჩნდა აქ რომ გადმოვედი კვლავ დამიბრუნდა ვიდეოების გადაღების სურვილი. ხოდა ის PhD ვიდეო რომ დავპოსტე, მერე მივხვდი რომ უფრო სამიზნე აუდიტორია LinkedIn-ზე მყავდა და LinkedIn-ზე დავპოსტე. და იქიდან მომემატა რამდენიმე გამომწერი მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ ამ არხზე შეხვდებით ჩემი ცხოვრებიდან რაღაც ამბებს რის მოყოლაც და გაზიარებაც მინდა ხოლმე. რაღაც გაანალიზებებს, რასაც მე სიმბრძნეებს უწოდებდი. არა, ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რაც ამ ჩემს 28 წლიან ცხოვრების განმავლობაში მივიღე. 28 წლიან რა. მე მგონია რომ გაცნობიერებული ცხოვრება რაღაც 22 წლის შემდეგ დავიწყე. და ძირითადი მიგნებები მაგ 22 წლის შემდეგ. ნახეთ, როგორ უცებ გადავედი სიღრმეები. მოკლედ, ჩემი ციფრული ეგზისტენციალური კრიზისი ხასიათდებოდა იმით, რომ არაფრის გაზიარება არ მინდოდა. არაფრის გაზიარება არ მინდოდა, რატომ არ მინდოდა მაგ მიზეზსაც ჩავეცი. თავიდან YouTube-ი რომ შევქმედი და ვიდეოების გადაღება დავიწყე, ჩემი ძირითადი მიზანი იყო, რომ კამერის წინ შფოთვა გამქრობოდა. იმიტომ რომ ნებისმიერი პრეზენტაციის წინ შფოთვა მქონდა ხოლმე და რაღაც პირველი 2-3 წუთი სულ შფოთვაში, პირველ 2-3 წუთს სულ შფოთვაში ვატარებდი და ჩემი მიზანი ეგ გახდა, რომ აი კამერასთან მუშაობა უნდა ვისწავლო, არ უნდა შემეშინდეს, და არ უნდა ვიშფოთო ამ საუბრის განმავლობაში და ასე შემდეგ და მაგ მიზანს რომ მივაღწიე, მიზანი აღარ მქონდა. და რაღაც ჩავიკეტე. თან ბევრი მოვლენა დაემთხვა ერთმანეთს, ბევრი საქმე დამიგროვდა სამსახურშიც, რასაც მოგიყვებით ნელ-ნელა, მაგრამ ჯერ ციფრული ეგზისტენციალური კრიზისის ხაზს დავამთავრებ. ხოდა ახლაც არ მაქვს იდეაში ახალი მიზანი, მაგრამ ნელ-ნელა მოვიფიქრებ. შეიძლება ჩემი მიზანი ის უნდა იყოს, რომ ამ პრეზენტაციისას და კამერასთან საუბრისას ბევრ რამეს არ მოვედო და რაღაც გარკვეულ მიზანს და გარკვეულ თემატიკას. რაც ჯერ არ შემიძლია, მაგრამ ვივარჯიშებ, ამ ვიდეოთი დავიწყებ.
დავიწყებ ცხოვრებისეული სიახლეებით. Როგორც უკვე გითხარით, გადმოვედი პარიზში. უпростоრად პარიზის გარეუბანში. ჩემმა დაქანმა კი მითხრა, ახლა პარიზში გადადიხარ და Emily in Paris vibe უნდა შემოიტანო, მაგრამ ისეთ ადგილას ვცხოვრობ, რომ ჩემი აზრით უფრო გოგონა გარეუბნიდან მოუხდებოდა. სხვათა შორის, რომ ჩამოვედი და რომ გავიგე როგორ უნდა შემოვიდე ჩემს ბინაში, ჩემს აპარტამენტში, ხო? ვიფიქრე, რომ Fort Boyard-ის vibe-იც უნდა დავამატო ამ ყველაფერს და რაღაც ეს სამი shows თუ ორი ფილმის და ორი სერიალის და ერთი reality shows რაღაც shows კომბინაცია უნდა გამოვიდეს. პარიზში გადმოსვლის მიზეზებზე. პარიზში გადმოვედი Côte-de-Thèse ფარგლებში, რის მიხედვითაც ერთი წელი აქეთ უნდა ვისწავლო. PhD-ს ვაკეთებ ავსტრიაში, მაგრამ Côte-de-Thèse შეთანხმების მიხედვით PhD-ს ნახევარი წესით და რიგით უნდა მესწავლა საფრანგეთში, მაგრამ ჩემს შემთხვევაში Côte-de-Thèse გვიან გაფორმდა. 2 წელი მქონდა დარჩენილი, შესაბამისად ახლა 1 წლის გატარება მიწევს საფრანგეთში და დარჩენილი 9 თვე, ან როცა დაუბრუნდები 9 თვე მექნება დარჩენილი ავსტრიულ PhD-ზე და იქ დავასრულებ ჩემს PhD-ს. იმედია დავასრულებ. თუ არა და ცოტას დავამატებ. ვისაც ვიცნობ ჩემს გარშემო არავის არ დაუსრულებია ზუსტად იმ დროში, რაც გაწერილი ჰქონდათ. არ ვიცი ამდენი რატომ მოვედე ამ თემას, მაგრამ შეიძლება ვიღაცას გაინტერესებთ Côte-de-Thèse. იკითხეთ თქვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში და გააჩნია ვინ ყავთ პარტნიორი უნივერსიტეტებთან. პარტნიორი უნივერსიტეტები, მაგის მიხედვით შეგიძლიათ აარჩიოთ ხელმძღვანელი და შეიძლება თქვენი ხელმძღვანელი იცნობდეს ვიღაცას. ანუ ისე მიხარია, რომ ახლა მომინდა კამერასთან მუშაობა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. კამერასთან მუშაობას კი არა და კამერასთან ჭორაობას, მაინც სხვა მუღამი აქვს რა. ჩემი ციფრული ეგზისტენციალური კრიზისის დამახასიათებელი ეგ იყო რა. დღიურს რომ წერდი, არ შემეძლო რომ რაღაც სიღრმეებში ჩავსულიყავი და რაღაცნაირად ისე კამერასთან როგორ მოვყვებოდი ამ ამბავს, იმაზე ვიყავი კონცენტრირებული და მაგ დროს რამდენად გულწრფელიც არ უნდა ყოფილიყავი, იყო ისეთი რაღაცები, რაშიც ჩემს თავთან ბოლომდე გულწრფელი არ ვიქნებოდი. იმიტომ რომ თქვენთან არ ვიქნებოდი ბოლომდე გულწრფელი და არასდროს არ ვარ თქვენთან ბოლომდე გულწრფელი. ბოლომდე გულწრფელობაში გულისხმობ იმას კი არა, რასაც საუბრობ ის გულწრფელია, უბრალოდ იმის იქით სიღრმეებში აღარ ჩავალ. და ჩემს დღიურში მაგ სიღრმეებს განვიხილავ. ოკეი, შემდეგი თემა არის, როგორ გადმოვედი საფრანგეთში და როგორი პროცესები. როგორ მოვუწყე ჩემს თავს დესტრუქციის 2 თვე, შეიძლება მეტიც. მოკლედ, საფრანგეთში რომ უნდა გადმოსულიყავი, ეგ ამბავი საბოლოოდ ადმინისტრაციულად გაირკვა ალბათ სექტემბერში არა და ოქტომბერში, რაღაცა მაგ პერიოდში. მაგრამ მაგ პერიოდშივე დაიწყო სემესტრი ავსტრიაში და მქონდა 3 საგანი სასწავლებელი და აქედან 1 საგანში მქონდა პირველ თვეს კვირაში 4 საათი ჩასატარებელი. ანუ სრული სიგიჟე იყო. დატვირთული გრაფიკი მქონდა და ამ ფრანგულ ამბებზე დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. ჩემი ხელმძღვანელი აგვარებდა მაინც ადმინისტრაციულ თემებს იურისტთან და ასე შემდეგ და მე რაღაცნაირად ბოლომდე დარწმუნებულიც არ ვიყავი ეს საფრანგეთში წამოსვლა გამოვიდოდა თუ არ გამოვიდოდა. ხო და ეს ხელმოწერები ჯერ კიდევ პროცესში იყო. ანუ ამ დოკუმენტს რო დავხედე 1-12 ხელმოწერაა ახლა. მაგრამ სანამ ამ 12 ადამიანთან გავიდოდა ხელის მოსაწერა და თან პარალელურად კი არ მიდის ეს დოკუმენტი, რიგრიგობით უნდა მივიდეს ამ ადამიანებთან, გრძელი პროცესი იყო და ბოლო ხელმოწერა მე მგონი მივიღე იანვარში. თებერვალში უკვე აქ ვიწყებდი სამსახურს. და რაღაცნაირად მივაგდე ეს ფრანგული თემის განხილვა ჩემს გონებაში რა და ძირითადად კონცენტრირებული ვიყავი
საგნების სწავლებაზე, კვლევაზე, რაღაც იმ ბიუროკრატიულ საკითხებზე, რაც ავსტრიაში მქონდა და დიდად არ განვიხილავდი ამ ფრანგულ თემას. მაგრამ აი დეკემბერში, როცა უკვე დაიწყეს ხელის მოწერები ამ დოკუმენტზე, მაშინ შემომედია ფოთვა. იმიტომ რომ არც ბინა მქონდა, ძიებაც არ მქონდა დაწყებული. უბრალოდ რამდენიმე აპლიკაცია გაგზავნილი მქონდა სტუდენტური საცხოვრებლებისთვის და მაგათ პასუხს ველოდებოდი, მაგრამ ანუ ზოგადად რაიმეს თუ ვაკეთებ ჩემს ცხოვრებაში, სულ მაქვს ხოლმე გეგმები რა, ალტერნატიული გეგმები. დიდ მიზანს და დიდ ცვლილებას როცა ეხება საქმე და გეგმა ჭუმდე მაქვს ხოლმე ეგ ვარიანტები და ამ შემთხვევაში მხოლოდ სტუდენტურ საცხოვრებლებს გავუგზავნე ეს აპლიკაცია და მორჩა. და დეკემბრის შუა რიცხვებში ამ სტუდენტურმა საცხოვრებლებმა დამადეს შენ სტუდენტი არ ხარო. ანუ აქ რომ ჩამოვედი, კერდა საფრანგეთშიც, ამ ფრანგულ უნივერსიტეტშიც მაქვს researcher doctorate პოზიცია, რაც გულისხმობს, რომ დასაქმებული ვარ აქაც და შესაბამისად სტუდენტურმა საცხოვრებლებმა მითხრეს, რომ შენ ვერ გექნება ეს moral guarantor ვერ გეყოლებაო. არის რაღაცა სხვადასხვა ორგანიზაციები საფრანგეთში, რომლის მიხედვითაც ქირაობისას შეგიძლია ყავდეს moral guarantor-ი, რაღაც თანხას იხდი და ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გადამხდელი ხარ ბინის ქირის. მაგრამ ჩემს შემთხვევაში აუცილებელი გახდა ფიზიკური გარანტორი, რომელიც არ მყავდა. და აი ბოლო წამს მივხვდი, რომ უკვე ვიზაც საჩქარო იყო. საუბარი არის დეკემბრის ბოლო კვირაზე. ვიზაც საჩქარო იყო, ბინა არ მქონდა და ვიზის დოკუმენტები შემოწმებული არც კი მქონდა. ხო და ამ ბოლო კვირაში დავიწყე უკვე სახლების ძიება. რომ დამოუკიდებლად მექირავებინა და ესე ვიქირავე Airbnb-ზე ჩემი ახლანდელი აპარტამენტი, რომელშიც ვიქნები აპრილამდე და რომელშიც ვიხდი უკვდავებას. ძალიან ძვირია ქირა. აი, ძალიან ძვირია. ზოგადად საფრანგეთში ძვირია, მაგრამ ავსტრიაში რომ წარმოიდგინოთ, ვიხდი დაახლოებით ორჯერ ნაკლებს. ორჯერ კი არა, მეტჯერ ნაკლებს. მაგრამ რაც არის, ეს არის. მგონია რომ საკმარისია მაინც ხელფასი აქ საცხოვრებლად და ნახოთ დავაკვირდები პირველი 2 თვე როგორ იქნება და შეიძლება ამ ბინაშივე დავრჩე. იმიტომ რომ ჩემი სამსახური გვთავაზობს რაღაც meal voucher-ებს და საჭმლის voucher-ებს, ტრანსპორტის ანაზღაურებას რაღაც პროცენტით და ასე შემდეგ და მგონია რომ საკმაოდ კარგი ვარიანტია. ეს ბინა დავჯავშნე ზუსტად 30 დეკემბერს. აი რომ გადავიხადე თანხა 30 დეკემბერს. 30-ში ან 31-ში გავაგზავნე ვიზაზე ელექტრონული განაცხადი და საბედნიეროდ ვენაში ეტყობა, ბევრი არ ითხოვს საკონსულოში, ფრანგულ საკონსულოში შეხვედრას და ერთ კვირაშივე დამინიშნეს ვიზიტი. და მაგ პერიოდში კიდევ რაღაც გრანტზე მქონდა გასაუბრებებიც, მაგრამ გრანტზე სხვა ვიდეოში მოგიყვებით. და ეს ვიზის შეხვედრა დამინიშნეს ერთ კვირაში. და მაგ შეხვედრიდან ერთ კვირაში უკვე ვიზა მომცეს. ანუ ერთწლიანი საცხოვრებელი ვიზაც არის და residence permit-იც რა იდეაში. და რაღაც ეს ამოვისუნთქე. ერთი ნაწილი მოვიშორე. ბინა მქონდა, residence permit-ი მქონდა რა მაქვს. და ახლა შემდეგი იყო ეს ჩემი კვლევითი პროექტები. აქ წამოსვლა ისე არ მინდოდა რომ რაღაც დასრულებული პროექტი ავსტრიაში არ მქონოდა და 2 პროექტი მაქვს პარალელურად. 2 პროექტი მქონდა პარალელურად იდეაში. ავსტრიაში აქ მესამე მაქვს და მეოთხე დამემატება ხვალ. ხო და მინდოდა რომ რაღაც მქონოდა უკვე დასრულებული და მაგაზე კიდევ ვისტრესავდი ჩემს თავს.
ის პროექტი საბოლოოდ მაინც ვერ დავასრულე ჩემი ყოფნის განმავლობაში, იმიტომ რომ თან სემესტრის ბოლო იყო გამოცდები, შემოწმებები, შესწორებები და თან იანვრის ბოლოს ვენაში ვიყავი კონფერენციაზე 1 კვირით. ჩაბარგების პროცესი კიდევ რაღაც საშინელება, სტრესული, ჩალაგებული ჩემოდანი ამოვალაგე, იმიტომ რომ კილოგრამებს გადავწდი, 20 კილოგრამიანი ჩემოდანი მქონდა. სხვათა შორის ყველა ვინც შემხვდა მაგ დღეს და გამოიჩინა ყურადღება, რომ ჩემი ჩემოდანი აეწია. ვარაუდობ, რომ წელის ტკივილით, ანუ ზურგის ტკივილით იტანჯება დღემდე, იმიტომ რომ მე ვიტანჯები დღემდე. ავსტრიაში, ჩემს ბინაში მაქვს ცოტა მიხვეული კიბეები და იმ კიბეებზე მარტომ ჩამოვათრიე. მეორეჯერ აღარ ვიზამ. ან პატარა ჩემოდანს ვიყიდი. და მოკლედ აქ რომ გადმოვედი, საფრანგეთში გადმოვედი ზუსტად 1 თებერვალს და პირველივე კვირაში გავედი სამსახურში. და თან აღმოჩნდა ეს სამსახური საოფისე სტილის რა, აი 8 საათი რომ ოფისში უნდა იყო. და ჩემთვის ეგ რაღაც უცხო ხილია, იმიტომ რომ გრაცში ბევრად მეტი თავისუფლება მქონდა საათების მხრივ, გრაფიკის მხრივ. ნუ თუ სწავლება არ მიწევდა, მაგ შემთხვევაში დააწყების დრო, დასრულების დრო შემეძლო ამერჩია დილის 6 საათსა და საღამოს 10 საათს შორის და აქ ერთი განსაზღვრული რაც უეჭველი ოფისში უნდა იყო, უნდა 10 საათიდან 4 საათამდე. ნუ მე იქით პლუს 2 საათი, ან მანამდე დაიწყებ მუშაობას, ან ცოტა მოგვიანებით დაასრულებ. მაგრამ მთელი დღე რომ ერთ ადგილას უნდა იყო, ჩემთვის იყო ახალი. მაგრამ კარგი აღმოჩნდა რუტინაში დაბრუნების კუთხით, მალე ჩავჯექი რუტინაში. მართალია საშინელად დავიღალე პირველ კვირაში. მაგრამ სამაგიეროდ შაბათ-კვირას დავისვენე კარგად. არაფერი მიგედებია საერთოდ. მართალია არაფრის ანახავად არ გავსულ ვარ, ამხელა ტურისტულ ქალაქში ვარ, მაგრამ არა უშავს. წინ კიდევ დიდი დრო მაქვს. საოფისე სამსახური აღმოჩნდა მეთქი. ერთი რომ იქ უნდა ვიყო, მაგრამ ოფისში ვხედავთ 10 ადამიანი და ჩემთვის ეგეც განსხვავებული იყო გრაციდან გამომდინარე იქ დიდი სივრცე მქონდა. მართალია იმ ოფისიდან გამაძევეს და ახალი ოფისი მექნება როცა დავბრუნდები, რომელიც ბევრად პატარაა თურმე ჩემს ძველ ოფისთან შედარებით, მაგრამ იმაზე მეტი სივრცე მექნება, ვიდრე აქ მაქვს ნებისმიერ შემთხვევაში. მაგრამ მომწონს ბევრ ხალხთან ერთად მუშაობა. მართალია ყველა თავჩარგულია თავის საქმეში და პირველ კვირაში იმდენად მორიდებული ვიყავი, რომ აი მერიდებოდა რომ ხელი შემეშალა ვინმესთვის საკუთარი თავის გაცნობით, ხო? აი და გამეცანი ადამიანი, მაინტერესებს საიდან მოდიხარ, ან არ გაინტერესებს საიდან მოვდივარ და რას ვაკეთებ? მე მაინტერესებს, ხო? და მე ლაპარაკე 5 წუთი, 2 წუთი და მე გააგრძელე საქმე, მაგრამ არა. რაღაცნაირი ისეთი გარემო იყო ჩემთვის. უცებ რომ ვიფიქრე ეს უშმურები ვინ არიან მეტი. მაგრამ პირველივე კვირის ბოლოს გავიცანი ხალხი და კაი ხალხია აღმოჩნდნენ საბოლოოდ. მეორე კვირაში საერთოდ ახალი ხალხი შემოგვიერთდა. ძირითადად არიან მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც სტაჟირებას, internship-ს აკეთებენ ამ ინსტიტუტში. ინსტიტუტს ვუწოდებ, იმიტომ რომ რამდენიმე სკოლა აქვს ინჟინერიის, ბიზნესის და ასე შემდეგ და პლუს ერთი უნივერსიტეტად წოდებული და მაგისტრატურის სტუდენტები არიან ძირითადად data science, machine learning და რაღაცა ეგეთები. ეგეთი ფაკულტეტებიდან, სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, მთელი საფრანგეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან საერთოდ ინტერნაციონალური გარემო ძალიან. ხო, აი, ეგ პირველი კვირა იოლი არ ყოფილა ჩემთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვენის დიაგრამა რო წარმოიდგინოთ, თანაკვეთაში ვიყავი ავსტრიის და საფრანგეთის. ავსტრია მეკაჩებოდა აქეთ, საფრანგეთი მეკაჩებოდა, ორივეს პროექტები გასაკეთებელი მქონდა
და ეგ როცა დაღლილი ხარ, უფრო მეტად მოქმედებს. ახლაც იგივე სიტუაციაში ვარ, ანუ ავსტრიული პროექტების გასაკეთებელი მაქვს და ფრანგული პროექტების გასაკეთებელი მაქვს. ანუ ორივე თემაზე სამუშაო მაქვს, მაგრამ ახლა უფრო დასვენებული ვარ და ჩემი გონებაც დასვენებული რომ არის, კარგად მუშაობს. და აი ის პირველი კვირა იყო რაღაც შოკი ჩემთვის, ჩემი ორგანიზმისთვის. ჩემი გონებისთვის, ჩემი მენტალობისთვის, მაგრამ უკვე გაწვრთნილი კი არა და გამოწვრთნილი. სპარტანული აღზრდა მაქვს მოწყობილი ჩემი თავისთვის ადრე. და შესაბამისი გამძლეობა უკვე გამომუშავებული მაქვს. კარგი, ხუმრობა რომ გვერდით გადავდოთ, აქვე შეგახსენებთ მეგობრებო, რომ პირველ რიგში თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე უნდა ისრუნოთ. აი, წარმატება როგორადაც არ უნდა განსაზღვროთ. აკადემიური წარმატება იქნება, ეს პროფესიული წარმატება იქნება, თუ ნებისმიერი სხვა სახის წარმატება. პირველ რიგში ყველანაირი წარმატება მოდის მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან. თუგი ჩვენ მენტალურად და ფსიქოლოგიურად კარგად გვგრძნობთ თავს, მაშინ ეს იქნება იმის საფუძველი, რომ შემდეგში გავაკეთოთ ჩვენი თავისთვის უფრო მეტი სასარგებლო რამ. კიდევ ერთი რაღაცის თქმა დამავიწყდა. ოფისში რომ მივედი, ჩემი ოფისი, ეს უნივერსიტეტი არის ცათამბჯენების უბანში. მე მგონი ერთადერთია პარიზში, ცათამბჯენების უბანში თავს ვერ დავდებ. ცოტა დამთრგუნველი ხო შეიძლება იყოს და რაღაც ეგრე წარმომედგინა თავიდან, რომ დამთრგუნველი იქნებოდა, იმიტომ რომ გრაცში სიმწვანეში ვარ ფაქტობრივად სამსახურის გვერდით პარკი მაქვს. და რაღაცა ქალაქის ისეთია, რომ ბევრგან იპოვი მწვანე სივრცეს და აქ ხმსულ ოფისში ვარ და პლუს შესუნებაზეც რომ გამოვდივარ, კიდევ ამ მინის შენობებს ვუყურებ. და რაღაცნაირად კი მეგონა რომ დამთრგუნველი გარემო იქნებოდა, მაგრამ როგორც კი ამ უბანში შევედი, ეგრევე რაღაცა გრძნობა გამიჩნდა, რომ დავდიოდი ჰოვარდ რორკის აშენებულ უბანში. აი, პირველ წყარო აინ რენდის, მე მგონი ერთ-ერთ ვიდეოში ვახსენე კიდეც. აინ რენდის პირველ წყაროს მთავარი გმირი არის ჰოვარდ რორკი. და ეგ პერსონაჟი იმდენად საყვარელია ჩემთვის და თავის დროზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა საერთოდ, რომ აი ამ უბანში რომ მოვხვდი, ეგრევე ეგ ასოციაცია გამიჩნდა, რომ ეს არის ჰოვარდ რორკის აშენებული უბანი. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გემოვნებაში ალბათ არ ჩაჯდებოდა, გულისხმობ, რომ ალბათ მეტ მწვანე სივრცეს ვამჯობინებდი, მაინც ისეთი რაღაცნაირი ბედნიერი გავხდი, რომ ამ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მომეცა და არც ისე ცუდი ყოფილა. დავასკვენი. კარგი, წავედი ვიმუშაო.